უკვე ცნობილია, რომ ნინო გვენეტაძის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერს ნაციონალური მოძრაობა. სერგო რატიანის განცხადებით, გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობისთვის შესაბამის კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. თავისუფალი დემოკრატები კი საკუთარ პოზიციას ფრაქციის ხდომის შემდეგ დააფიქსირებენ. ეს არის წარდგენილი ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ადვოკატების მიერ, რომელიც ყველა ინფორმაციით დასტურდება, რომ არის პირადად ღარიბაშვილის მიერ მართული და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს ადამიანი იყო იმ კომისიის წევრი, რომელმაც შეადგინა ეს ეგრეთწოდებული პოლიტპატიმრების სია და საქმეების განხილვის გარეშე ციხიდან გამოუშვა ჯაშუშები და მოძალადებული ჯგუფები. ამ კანდიდატურის წარდგენით მარგულაშვილმა დაარღვია თავის მიერ შერჩეული კრიტერიუმები. ის არის შევარდნაძის დროინდელი კადრი, მაშინ როდესაც სასამართლოში იყო ქრთამი, მეორე ეს არის აფილირებული რესპუბლიკურ პარტიასთან და იყრიდა კენჭს კიდევაც ამ პარტიიდან და მისი კომპეტენციაც, ასე ვთქვათ, არ არის დადასტურებული საერთაშორისო ინსტიტუტებით. სწორედ ამიტომ ჩვენ ხარს არ დაუჭერთ ამ კანდიდატურას.